გოლკონდის იშვიათი და ისტორიული ცისფერი ალმასი, რომლის წონა 23 კარატზე მეტია, მზადდება კრისტის აუქციონზე გასაყიდად. ამ ძვირფას ქვას თავის დროზე ინდორის მაჰარაჯა ფლობდა. კრისტის საერთაშორისო სამკაულების განყოფილების ხელმძღვანელის რაჰულ კადაკიას თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცისფერი ალმასი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოჩენილა. ალმასის წარმოშობის ადგილი კიდევ უფრო ამძაფრებს ინტერესს ამ ქვის მიმართ. ის აღმოჩენილია ლეგენდარულ გოლკონდის მაღაროებში, სამხრეთ ცენტრალურ ინდოეთში, რომელიც მსოფლიოში გამორჩეული ალმასებითაა ცნობილი. ეს არის გოლკონდის ცისფერი ალმასი, რომელსაც 14 მაისს ჟენევაში ქრისტის აუქციონზე გამოიტანენ გასაყიდად. ეს არის მნიშვნელოვანი ცისფერი ალმასი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოჩენილა. ის ეკუთვნოდა ინდორის მაჰარაჯას და ის პირველად გამოაქვთ გასაყიდად. საუბარია 23 კარატიან გოლკონდის ცოცხალ ცისფერ ალმასზე, რომლის ღირებულება 35-დან 50 მილიონ დოლარამდე მერყეობს. მისი წარმოშობის ადგილია გოლკონდის მაღარო სამხრეთ ცენტრალურ ინდოეთში. ამ მაღაროში ასევე აღმოჩენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძვირფასი ქვები, მათ შორის ჰოუპის ალმასი, რომელიც სმითსონის ინსტიტუტში ინახება. ალმასის ღირებულება 35-დან 50 მილიონ დოლარამდეა.